ქვეყანაში 3.929.581 ადამიანი ცხოვრობს. Საქსტატის ინფორმაციით, ეს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის დაზუსტებული შედეგია, რომელიც წინასწარმაჩვენებელს ოდნავ აღემატება. მონაცემების მიხედვით მოსახლეობის 52% ქალია, 48% კი მამაკაცი. უმეტესი ნაწილი 62% ქალაქებში, 38% კი სოფლად ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი თბილისშია თავმოყრილი. შემდეგ პოზიციაზე კი იმერეთი და ქვემო ქართლია. ასევე ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფებია 35-დან 39 წლამდე და 30-დან 34 წლამდე მოსახლეობა, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის მაღალ წილს აჩვენებს. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებას, აღწერის ფარგლებში შეგროვდა მონაცემები მეურნეობებზეც, რომლის სრული დეტალური შედეგები ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. სასტუმროებში წლიურად უნაღდო დანახარჯები მცირედით 2%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალში შემცირებულ ზრდას ძირითადად რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და გაუქმებულ ფრენებს უკავშირებენ. 2%-იანი ზრდა არარეზიდენტების შემთხვევაში ფიქსირდება, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 586 ლარი შეადგინა. 1%-იანი შემცირებაა რეზიდენტების შემთხვევაში. მათი საშუალო დანახარჯი 181 ლარს გაუტოლდა. წლიურად უნაღდო დანახარჯების 29%-იანი ზრდაა რესტორნებში. რეზიდენტების საშუალო დანახარჯი 1 ტრანზაქციაზე 26 ლარია, არარეზიდენტების კი 115 ლარს გაუტოლდა. ქართული ღვინის ფესტივალი ნორვეგიაში. ღონისძიებაში, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 15-მდე კომპანია მონაწილეობდა, პროფესიული დეგუსტაცია, პრეზენტაციები, B2B შეხვედრები და სემინარი გაიმართა. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ნორვეგიული კომპანია გვინოეის ორგანიზებით იტალიურ შენობაში გეიმლუგენში გაიმართა. ღონისძიებას კი ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნორვეგიაში ქართული ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. 2025 წელს მაჩვენებელმა 140,000 litrს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27%-ით აღემატება. გერმანული ავიაკომპანია Condor საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება. 15 ივნისიდან ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი, თბილისი, ფრანკფურტის მიმართულებით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეისები ყოველდღიურად Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების ნებართვა 20 აპრილს მიენიჭა. სამეგრელოში ახალი ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება. ტერიტორია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში 37,000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევას ეფუძნება, რომლის ღირებულებამ 64,000 ევრო შეადგინა. პარკის ადმინისტრაცია 24 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება. კანონპროექტი კი ძალაში 2027 წლიდან შევა. გათვალისწინებულია საბიუჯეტო ხარჯებიც. კერძოდ 2027-2030 წლებში პარკის ფუნქციონირებისთვის ჯამში დაახლოებით 2,700,000 ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ პარკის შექმნა ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, გაიზრდება ტურისტული ნაკადები და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. ჩინურმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია CATL-მა პეკინში გამართულ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე ელექტრომობილებისთვის ახალი მიღწევები წარმოადგინა. მათ შორის მესამე თაობის ბატარეა, რომელიც 10%-დან 98%-მდე სულ რაღაც 6 წუთსა და 27 წამში იტენება, რაც უკვე ძალიან ახლოს არის ჩვეულებრივი ავტომობილის საწვავი თავსების დროსთან. ის დაბალ ტემპერატურაზეც სწრაფია და დაახლოებით 9 წუთს მოითხოვს. გამოფენაზე წარმოადგინეს სილინის ახალი ბატარეაც, რომელიც ერთი დამუხტვით შესაძლებელს ხდის 1000 კილომეტრის გავლას. კომპანია აცხადებს, რომ ამ ტექნოლოგიებით ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიცია მსოფლიო ბაზარზე და უპასუხოს მოთხოვნას უფრო ეკონომიურ და გრძელგარბენიან ელექტრომობილებზე. Volkswagen-ი წელს ჩინეთის ბაზრისთვის წარმოებულ ახალ ავტომობილებში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ AI აგენტებს დაამატებს. კომპანიის თქმით, ეს ტექნოლოგია მძღოლთან უფრო ბუნებრივ და ინტუიციური ურთიერთობას უზრუნველყოფს და შეძლებს უფრო რთული ამოცანების შესრულებას, ვიდრე ჩვეულებრივი ხმოვანი ასისტენტები. კომპანია ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ჩინურ ავტოინდუსტრიას, სადაც ელექტრომობილებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბევრად სწრაფად მიმდინარეობს. კომპანიის გეგმა ჩინეთის ბაზარზე საკუთარი სტრატეგიის გაძლიერება და პოზიციონირებაა, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ავტომწარმოებელი.